ინფორმაციის თავისუფლების ახალ კანონზე მუშაობა დაიწყო ფონდმა ღია საზოგადოება საქართველოს და იუსტიციის სამინისტრომ ქორდიარ პერიოდში ინფორმაციის თავისუფლების რეფორმის შესახებ მრგვალი მაგიდა გამართეს. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტშია გაბნეული, რაც მათი აღსრულების თვალსაზრისით სირთულეებს წარმოქმნის, სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ ექსპერტებთან ერთად ახალი კანონპროექტის კონცეფცია შეიმუშავა, რომლის პირველადი ვერსიაც პარლამენტისათვის 2014 წლის შემოდგომაზე იქნება წარმოდგენილი. ცხოვრება წინ მედის და კანონმდებლობაც ფეხდაფეხ უნდა მიყვებოდეს მას. ამიტომ არის გარკვეული საკითხები, რომელიც მოითხოვს გაუმჯობესებას. მაგალითად, დამუშავება რა არის ინფორმაციის, ეს არის საკითხი გადასაწყვეტი. საჯარო ინფორმაციის თვითონ იდეა რა არის? არსებობს ხარვეზები, არსებობს არასაკმარისად განმარტებული ნორმები, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და სხვას, რომ სრულყოფილად მიიღოს საჯარო ინფორმაცია. საუბარია ცალკე ინფორმაციის თავისუფლების აქტის შექმნაზე, რომელიც მოიცავს absolut ყველა იმ საკითხს, რაც დაკავშირებულია ინფორმაციის თავისუფლებასთან, დაწყებული ვთქვათ გასაჩივრების ვადებით და ადმინისტრაციული წარმოების წესებით.